მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. 30 პირი დააკავეს სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში. სპეცოპერაციის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროში მიუთითებენ, რომ აღნიშნულ პირებს ქურდულ სამყაროსთან კავშირში ედავებიან. მათივე ცნობით, გარდა 30 პირისა, ორ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. რა მოხდა? ჩვენი რედაქცია დილიდან ცდილობს გაარკვიოს თუ რასთან იყო დაკავშირებული წუხელ ღამით სპეცოპერაცია, ვინ და რა მიზეზით იყვნენ დაკავებულები. ჩვენ რამდენიმე დაკავებულის ოჯახის წევრს ვესაუბრეთ. მათგან არც ერთმა საჯაროდ გამოჩენა არ ისურვა, თუმცა მიუთითებენ, რომ მათი ოჯახის წევრები უსამართლოდ დააკავეს. უაზროდ დააკავეს, ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებიან, გვეუბნება ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრი. წუხელ გვიან ღამით დააკავეს, რაღაცას ედავებოდნენ, კონკრეტულად მიზეზი არ ვიცით. გითხრა კიდევ ერთი დაკავებულის ოჯახის წევრმა. ჩვენი რედაქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციის მიღებას მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდა, თუმცა მათგან პასუხი მანამ ვერ მივიღეთ, სანამ სპეციალური ბრიფინგი არ გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქურდული სამყაროს წევრებისთვის მიმართვის ფაქტზე 19 პირი, მხარდაჭერაზე 7 და წევრობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს, ხოლო ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს, თენგიზ ხოფერიას, მეცახელად ჭინკას და თკს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. დანაშაულები 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შენ არ გესმის, წყნარი ლაპარაკი. მასე თუ არ გაჟღავლო, სიცოცხლე მაჩუქეო, შენ მე განახებ მაგას. აი ბიჭებთან ყველაფერი აიხსნა, აი ბიჭებთან. გაიხსნა, მაგი მინდა, მე ჩარიე ვერე ვიჯო. ისიც არ დაგავიწყეს თავირობა დაგნეული. და საკითხს მეუბნე მითქვენჩეთ და და თავისაღეს ვიდეთ, ბიჭო. ვინიდან უკავი? თავარი კი არა, ფული მიიტანი, ადრესატაკვა, რო გეუნები. თავიდოვიქნა. შენი ნაწლავები თუ გზაში არ ვახეტიო. შენ განახე. სიტყვი რომ მიახლოვდა უკვე. ეს მის ხარკის მანქანიდან გადმოვაგდე. უკვე მანქანა შენ გაყიდე, იმის ოღონდ გავაკეთო დანარჩენ ჯიბეს ჩაიტოვე. იცოცხლებს. ზაროვა უჩა. ხერხემალს გამოვუღებ, ეგ შენ არა, მე მეხება. დანარჩენს გაგაგებიე ყველა. აი მის მე რა ჩაურიცია. ერთი გამოვიდონ კონტაქტზე და მე ვიცი რა. გაუმარჯოს გიოს. შენ ახლობელთან რაღაც მოსვლია უჩას. მე ვაპირებ მაგკაცის ნახვას. აუცილებლად. მიალეკი გამიწევა გადასახდელი გასაგავს გადაიხადეთ ხომ. იმის ოჯახის ყველა წევრი მოხემ დათაბა. ნამუსო გათახსირებულები ბიჭო იცის როგორ ის ხალხი ვარ. მაგას დედა ბიჭო. აუპერეს ამობები ბუდუს ოთავის წესები. ოთავის წესია. აი თავის პრინციპი პრინციპი ლაპარაკები ხოლმე. შენ ვაშკაცობა. სადღაც საფილეში, სადღაც ომში და რაღაცებში გამოიხეს ვიდეო. სადაც ქურდულია ის შენი ვაშკაცობი გაწია, გვერდზე და მოიხმარეს. დანარჩენ ბიჭები ნახავენ. ის აგერ გელა რასაცი ყრის. გელა და აგერ არის ჟურნალი. აფსატოში გელა არის და ჩვენა ვარ. ჩართულები. ქუჩის ბიჭია მე უთხარს მოდა. შენ ახლა მოწმუნეობა ქუჩასთან მიშლება. დასალეცები გარ დავები მე უთხარ. იტომ შენ მოგიწევს თენგოსთან ლაპარაკი რა. რა უნდა ვიდეო. რა მოიგითხა? მე ხო გადაწყვიტა კაცო რეკომ ქურდემა ხო გადაწყვიტეს. კემემ და ალეკომ ხო ილაპარაკეს. ჩემი დედა დავიღუპე. მოიკლები და მაგას მოიკითხა, მაგას მოიკითხა და ჩვენი აღებული თუ გაიასწრება Короче, რა ვიცი, რა ვხნათ ამის დედა. ზარღვიმა გაყინული სისხლი გამეყინა ბიჭო. ჩესზე შეგვეხებია.
წალკის იუსტიციის სახლში მოქალაქეებს მომსახურეობის მიღება ასეთ პირობებში უწევთ. არ მუშაობს ელექტრონული რიგების სისტემა, რაც უკონტროლო რიგებს, მოქალაქეებს შორის დაძაბულობას და კონფლიქტებს წარმოქმნის. ელექტრონული რიგების შესაქმნელად მოქალაქეებმა პეტიცია შეადგინეს. იგეგმება თუ არა ელექტრონული რიგების საკითხის მოგვარება და რა ვადებში განიხილება მოქალაქეების პეტიცია. უწყებიდან პასუხის მიღებას მეხუთე დღეა ველოდებით. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები მაგმუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ქართული ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია ყაველაშვილის ადმინისტრაციამ გაავრცელა. დღესვე ორივე პოლიტიკოსმა საპატიმრო დატოვა. გათავისუფლების შემდეგ ხაზარაძემ ყაველაშვილის შეწყალებას მოულოდნელი და ადამიანებით ვაჭრობა უწოდა. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დააკავეს. აქვე გეტყვით, რომ ძლიერი საქართველო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას იღებს. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვევთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ბედნიერ უქმეებს გისურვებთ.